უკრაინა რუსეთს შორის სააღდგომო ზავი ამოქმედდა, თუმცა გამოცდილების გათვალისწინებით კიევი ოკუპანტების მხრიდან მის დარღვევას არ გამორიცხავს. თავდაცვის ძალებმა მიიღეს დავალება იმოქმედონ სარკისებური პასუხის პრინციპით, სიჩუმეს სიჩუმის საპასუხოდ, შეტევა შეტევის საპასუხოდ, აცხადებს უკრაინის გენშტაბი. ზავმა ხვალ დღის ბოლომდე უნდა იმოქმედოს. რუსების ტყვეობიდან 182 უკრაინელი სახლში დაბრუნდა, 175 სამხედრო და 7 მშვიდობიანი მოქალაქე დღეს ტყვეთა გასვლის მორიგი ეტაპის შედეგად გაათავისუფლეს. მათ შორისაა 25 ოფიცერი, რომელთა გაცვლაზეც რუსეთი უარს აცხადებდა. თითქმის ყველა მათგანი ოკუპანტების ტყვეობაში 2022 წელს ჩავარდა. ვაშინგტონი გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა. პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე ამერიკულმა ხომალდმა ჰორმუზის სრუტე ირანთან შეუთანხმდა გადაგვეთა. ისლამაბადი დღეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაღალი რანგის შეხვედრებს მას მიწვევს. პირისპირ შეხვედრამდე ამერიკისა და ირანის დელეგაციები ცალ-ცალკე მიიღო პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა. მარნეულში ჯეოჰოსპიტალსის დაცვის თანამშრომელს სცემეს 65 წლის ალა딘 ყარანზადე მიყენებული დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარის მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება.